თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში და მის განმტკიცებაში თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი, სწორედ ასირიელები არიან. ქართულ ავტოკეფალიურ ეკლესიას 13 ასურელი მამა წმინდანად ყავს გამოცხადებული, მაგრამ დევნილების მიღებაზე რომ მიდგა საქმე, ცოტა განზე გახდა ჩვენი სინოდი. ჩვენი კომპეტენცია არ არისო. ეკლესიამ ჩვენ რა შეგვიძლიაო? მე კი ვიტყოდი, ილოცეთ მაინც, ილოცეთ. ლოცვა ხომ შეგიძლიათ? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათული გლიკაძე ვარ, გამარჯობა. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. სროლა იყო თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, დღისით, მზისით, 47 სკოლასთან, იქ სადაც სამთავრობო ზოლია. ამასთან უშიშროების შტაბინაც არის რაღაც. სახელმწიფო კანცელარიაც და საგარეო საქმეთა სამინისტროც. გამოვიდა ორიჯერი და სროლა ატეხა. დაკავების დროს შეზარხოშებულები აცხადებდნენ, რომ რა იყო 1-2 ჭიქა დავლიეთ და გავისროლეთო. საოცარი ის კი არ არის, როგორ ბედავს მოქალაქე იქ ისროლოს, სადაც მთავრობა და ზოგადად სკოლა. საოცარი იმის განცდაა, რომ მათ არც კი გონიათ ეს ქმედება დანაშაული. მისე კაცმა რომ თქვას დიდი ამბავი ახლა. მერე რა, მთავრობა და უშიშროება თუ არის იქ? დიდი ამბავი ახლა. მათი შიშით ვერ გაუსწრია კაც ქუჩაში. იქნებ შეაგინა დილით ვინმე. აუ, ატყდება ახლა ერთი ამბავი. თავარი არავინ მოუკლავთ. ასეთი უმნიშვნელო სროლები სულ იყო. სკოლებთან უბრალოდ არ შუქდებოდა და საერთოდ წყნარი მზიანი დღე იყო და მაგიტომაც ისმოდა სროლის ხმა. გოგი თოფაძის ლუდის მოყვარული დიდად არც ადრე ყოფილვარ. ამბობენ ცხენის შარწყიდისო. ცხენის შარდი არ ვიცი, მაგრამ ცხენის ხორცს რომ ყიდის ფაქტია. სურსათის უნებლობის ეროვნული სააგენტო ცნობით, რესტორან ყაზბეგში, ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი დააფიქსირეს. ვირის შაურმა ცხენის ხინკალი. ადამიანურად საქონლის ხორცი მოგენატრება კაცს. ისე დიდი ამბავი ახლა, თუ მისი ლუდი ცხენის შარდს გავს, რით ვერ წავა მასე ცხენის ხინკალი. რამდენიმე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი, ისემს რა უთხარი მაგას მოვიკითხოთ. რომის პაპთან რა უნდოდა გიორგი მარგველაშვილს? რატომ იყო აუცილებელი ჩვენი ფულის ხარჯზე მისი გასეირნება ვატიკანში? თანაც მარტო კი არა, დელეგაციასთან ერთად. კი ბატონო, შეიძლება ვცდები, მაგრამ ხომ უნდა ამიხსნას ვიღაცამ თან იმ ფონზე, როცა ზუსტად იმ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი თურქეთი გაბრაზდა რომის პაპზე და ელჩი გამოიწვია ვატიკანიდან. და საერთოდ გვაქვს რაიმე გრძელვადიანი და გნებავთ მოკლევადიანი ან საერთოდ რაიმე ვადიანი სტრატეგიული გეგმა საგარეო ურთიერთობის. მე მგონი მართალი იყო პრემიერ-მინისტრი, ფიქტიურიც და ნამდვილიც, როცა ამ კაცს არსად არ უშვებდა. მოკლედ მე შეიძლება შური მალაპარაკებს ამდენ ხანს არ ვფიქრობდი და ახლა კი მეც გავხდებოდი პრეზიდენტი. როგორც ხედავ, დიდად საქვეყნო საქმეებით არ არის დაკავებული. არც არავინ ანდობს რა იმას ხელფასი, არავითარი პასუხისმგებლობა და პაესტკები. სულ საჩემო საქმეა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათული გლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.